რეაბილიტაცია მაინც მოხდა ურთაში და აბასთუმანში არ მოხდა არც რეაბილიტაცია. მოხდა, ხმამაღლა შემიძლია თქვა, ვითომ მოხრეშვა, რომელიც ნამდვილად არ შესრულებულა და მე ამის გამო დავიწყე დავა და სწორედ ამის გამო მოვხვდია, თქვენ ძალიან კარგად ვიცით. სალამედიტა, ბატონ რუსლან, მოლექონომა თქვენთან. ეს პროექტი ჩავინიშნოთ და წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება ანუ როგორი პროექტი შეიძლება გადაიწევოს მომავალ წელს და ეს პროექტი როგორ შეიძლება თქვა გამოიწვიოს 2015-2016 წლებში. ბატონ ეს ერთი. მეთანხმები რეგიდას ერთი რაღაცა მარტო გზა არ არის ბატონაშე. ყველაფერი. იქ მარტო გზა რო იყოს და მოხრეშვა რო შველოდეს კიდე შეიძლება. ვიცი. ის ინფორმაციით რომ არც გაზი, არც წყალი, არც არაფერი ქსელი. არაფერი ფაქტურად არ მუდაბლია. მე მაგალითად თავბატონებდას ვეთანხმები და ბატონ რუსლან და თქვენს ბატონ თავმჯდომარედ გქონთ რომ გადმოვწიოთ, იცით რა, ასეთი კატასტროფული მდგომარეობა როგორც არის აბასთუმანში. თითქმის არც ერთ სოფელში არ არის და მე მინდა ისა ჩვენს იმას მივმართო დეპუტაციას რომ ხარი დაუჭიროთ თავბატონებდას. სამგეობას ხოთ როგორ შეიძლება რა შეიძლება და როგორ შეიძლება მე მეგონი საკრებულოს წევრები ყველა დაგვიტანხმება ამ პროექტის მართლა ძალიან ბატონო ერთი წამი ფაქტიც შემიძლია მოგიყვანოთ რომ მე მუშაობ 21 წელია აბასთუმნის საჯარო სკოლაში ვყავდა 250 მოსწავლე ვყავს დღეს 79 და დღეს კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს სკოლაში დღეს ვიხილავდით კიდევ 5 ბავშვი გახავთ გეუბნებით რომ 2016 წლამდე ჩვენ საჯარო სკოლა კი არა საერთოდ დაწყებული კლასებიც აღარ გვექნება აბასთუმანში. მაშინ 2017 წელს 1.400.000-ში იგულისხმება თუ არა ის გზის მონაკვეთი, რომელიც არის დარჩენილი ყოველთან პროექტებს ნარაზეს, ანუ ხიდიდან შამადელას გადასახლებამდე საერთოდ არ არის ახსენებ და ის არის მე თუ მგითხავთ ძალიან მნიშვნელოვანი გზა ის სამხედრო გზაც არის თან ორ მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან აერთებს. იმაზე საერთოდ არ არის საუბარი და შამადელა ეს თავისუფლია თავისი ადმინისტრაციული ცენტრი უნდა გქონდეს ამას მომავალში. მინდა გითხრათ მე თქვა თუ იქაც მივალ აბასთუმანზე უკეთესი მდგომარეობა იქაც არ არის, იმიტომ იქაც გაუბედური თვალში. მაყოფილება გამოვთქვი, რადგანაც ჩემი გზის რეაბილიტაცია, აბასთუმის გზის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი 2016-2017 წელს. როგორც მოგესალმებათ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ყველაზე უარესი მდგომარეობა არის აბასთუმის თემში. მთლიანად არის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის გავლასაც მანქანით ჭირდება საათ-ნახევარი. არ არსებობს წყალმომარაგება, არ არსებობს გამრიცხველიანება, არ არის გაზმომარაგება. ამის გამო სოფლიდან დაიწყო მიგრაცია ქალაქისკენ. არ დაგვრჩა სკოლაში ბავშვები, 250 მოსწავლე დღეს ყავს 79. კიდევ უკვე 4 ბავშვს განცხადება დადებული აქვს ქალაქში წამოსვლასთან დაკავშირებით. ამის გამო მე დღეს გავაკეთე განცხადება, მაგრამ მოგობრალოდ 2015 წელს არ დაიგეგმა აბასთუმის გზის რეაბილიტაცია, ნამდვილად ვერ ხედავ ჩემს ადგილს საკრებულოში.